შეხვედრები დღეს არ დამიწყია, გასულ კვირაში რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებისგანაც კონკრეტული ინფორმაცია მივიღე ასევე. მე როგორც თქვი, ჩემი ამ პირობას არ დავარღვევ, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია და არავითარი კავშირი არ აქვს ამას იმასთან დღეს სად მუშაობ. ამ სამინისტროში არც ერთი ადამიანი არ დარჩება, ვისი აქ მუშაობად შესაძლოა აყენებდეს ზიანს სამინისტროს პრესტიჟს, თავდაცვის სამინისტროს ღირსებას. და ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ან პირადად წამებაში, ან ქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას მალავდნენ საკუთარი კეთილდღეობის გამო, იმიტომ რომ მათზე ვინმეს რამე პრობლემა არ ქონოდა, ესეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის, იმიტომ რომ ისინი ხვალდაზეგაც საფრთხის მატარებელი იქნებიან უწყებისთვის. თავდაცვის სამინისტროში ჯარში არ შეიძლება იყოს ხალხი, რომელსაც ეშინია იმისი, რომ მის წინ ადამიანს აწამებენ და ამაზე იმოქმედოს. ასეთი ადამიანი ერთთან ბრძოლაში არ გამოგვადგება. მე ხა ესე ზეპირად არაფერს არ გავაკეთებ, ბუნებრივია, მაგრამ იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა დავწუნდეთ, რომ ის ხალხი ნამდვილად იმ დროს ფლობდა ამ ინფორმაციას. თუმცა აქვე გეტყვით, ახლა ძალიან ბევრი მოკიბო არ ჭირდება ამ საქმეს. ადამიანები, რომლებმაც სასამართლოში მისცეს ჩვენება და სასამართლოში მოსამართლის წინ ჩვენებაში თქვეს, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ არ ამბობდნენ, იმიტომ რომ მათი უფროსი და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის საკმარისია და ამას გამოძიება აღარ ჭირდება, რომ მე ხო არ ვამბობ, რომ ისინი უნდა დავიჭიროთ და ციხეს ჩავსვათ. მაგრამ ესეთი ხალხი თავდაცვის სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს, ვისაც იმისი ეშინია, რომ უფროსი არ გაუბრაზდეს თუ კი ადამიანის წამების მოწმეა და ამაზე რამე სიტყვის. მოხდა შეხვედრა ქალბატონ თინა ხიდაშელთან, ახლანდელ თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, ჩვენ მოუყევით მაგას საქმის მასალაზე თუ იმაზე რა მდგომარეობა რა წოდება ჰქონდა ჩემ მეუღლეს, ის იყო მეორე ორი ომის ვეტერანი და მოვითხოვეთ და ვთხოვეთ ქალბატონ თინას, რომ ის ყველა თანამშრომელი, რომელიც დღესდღეობით აგრძელებს თანამდებობას თავდაცვის სამინისტროში ან სამხედრო პოლიციაში და მათი გვარი ან ვინაობა არის რაიმენაირად დაკავშირებული ჩემი მეუღლის წამებასთან, ვთხოვეთ გაერკვა ამ საქმეში და ეს ადამიანები დროებით იყვნენ კადრების განკარგულებაში გადაყვანილი. კონკრეტული გვარები ჩემ ადვოკატს აქვს და მან გადასცა ოფიციალური სია.